ხო, თეკლარაშვები. ხო, ლაშამ როგორც იქნა აუხსნა ნინოს სიყვარული. ხო, ნინომ რა თქვა და ცოტა დრო მომეცი რომ ვიფიქრო. ხო, შენ რა შვები როგორ ხარ, გააქვს სიცხე? არა, ძალიან კარგი, ნიკას სიცხე აქვს და ფილტვების ანთება აქვს, ექი მაგვითხრა. ხო. კაი, მიდი გელოდები, კაი, დროებით. Te, ფილტვების ანთება რომ აქ ანუ შიგნიდან ვანათე? სიცხე მისე ვაგიწია? არა, კაცო. აბა რა სისულელებს ლაპარაკო. დის მოაღამერა, მაინტერესებს თუ გავანათებ. რა საკეთებ? ფაფას გიმზადებ, ძალიან თემბრიელ ფაფას. თემბრიელესია. არა. სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ და მაგას არ შევჭამ. ხო, კარგი, მაშინ მე სხვა ფაფას მოგიზადებ, ექიმა თქვა აუცილებელია ფაფა ჭამოსო და კეფირიო, სანამ ფილტვების ანთება აქვსო. ზედა თაფლიობის ნაწილი გაგიხდება კაც. ნიკა დამაწვინე. ვაშავიძე, ფილტვების ანთება მაქვს. ნიკა მომისმინე. კუჭი არის ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო. მე მткиვა კუჭი, ხოდა ეხლა ადექი და დამაწვინე. სამანი. შევიდა. მე ვიცი რა მაქტივა კუჭი. რატო? რატო და მარტო მაგ ორგანოს რა მუშაობ შეუსვენებო. ამოვიდა ყოში და აქტივდა. შენ იცი რატო გაქვს ფილტვების ანთება? ვიცი, გავწვიდი და იმიტომ. არა. აბა. შენ ეხლა წესით უნდა გქონდეს ტვინის ანთება, მაგრამ ტვინი რო არა გაქვს, სხვაგან აგინთო. საწოლს ფეხი წამოკრა, ესე იგი გამოდის. დაიჭირე. და ეს დაბადების დღის სიმღერით მილოცვა აუცილებელია. დედა 50 წლით ხდება და უნდა უმღეროთ. ანუ 50 წლის იუბილეზე სიმღერით მილოცვა, 60 წელზე ცეკვით და 70 წლის იუბილეზე ხმამაღლა მილოცვა. რალამადი. საღამო ალეჩხუმში ბეღორების ტიპოს გილოცავ დაბადების დღეს. ვაიმე, მადლობა. ისურებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გაახალგაზრდავებას, დამშვენებას და ბევრ ფულს. დიდი მადლობა, იმდესაც ახლა ნუ დამლოცავ, რომ მე თავში ამივარდეს და მიგატოვო. აჩა. ბეხუნა, ეხლა შენ მიულოცე. თუ დატოვე რამე გიასგან კი? რა თქილი ვიცი ასო შენსგან წამოვიდა. გია. მამა. გაირიმე? მამა. ცოტა ხმამაღლა? მამა, გილოცავ დაბადების დღეს. მე რომ მეხურებ გიას დაბადების დღეს. გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ მარინას გაძლებას. მადლობა შენო, მადლობა. კაი, გაჩუმებული ვარ, როგორ გაიმართებოდი. ბეკა, მაჩვენე ხარ, ასე შალე. დავიტანჯე, მოდი. აი ეს პერანგი შენ. ეს პერანგი? ეს პერანგია, მე რო გაჩვენე და შენ რო დიდი მოგივი რა. ხო. რა მაგარია. სულ ვოცრე მოვდე და ვიაჭაისოს მეთქი და აი. მადლობა შენო, მადლობა. ერთხელ ვეცოსულ, ფასიც ახლა მივაწებე. მართლა, აბეთობა. სამომეც იყო ამ დილით საჩქარი მოგიტანა და გაიქცა. ნაცვალოს მამა, რანერი გოგონ ყავს. სადაც საჩქარი? მე პაატა შემოვიდა საჩქარი გააუთხდა, გადავყარე და მე პაატა წავიდა. ადამ, რა გამიგეთ ეცი? პრეზიდენტ ვერ გავს პანჯერაში გამიხედე, შენთვის სიურპრიზი მაქვს. გავიხედე, მე სულ ასე შპილკა, სიურპრიზიო დაეძახა და შეიხედა. მაშა არაო ექი მარა გითხრა. რა ვიცი, ელენე სონდი უნდა გადაყლაპო და რას უნდა გადაყლაპო სონდი? არა, ელენე არც დღეს და არც არასოდეს არ გადაყლაპო, მე ზონდის მეშინია მე. კაი ერთი რა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ერთი ღორის ბეჭი რო გადაყლაპე და მე ციკნის ნეკნები მიაყო. ეს პიტი ზონდის გეშინია. ხო, ეგის დღე იყო ელენე 6 შამფური მწვადი და 4 თებში ფელამუში რო დავაყოლე. ხო, ლაშა და მე ქათმის ბარტლებს რო იყრიდი პირში.
ხო, მაგრამ არა, ზონდს მაინც ვერ გადაყვება. მეშინია ზონდი, აი მაინც ზონდი არა, მაინც აი ზონდი. აშენზე ზონდის თუ გეშინია პირდაპირ ექიმი რო გადაუშვა. აი კი ჩაგეტევა, თან დაგითვალიერებს და ამოვა რა. ხო რა იყო? თან რამდენი ისეთ რამეს ნახავს, რისი ჭამაც აქამდე წარმოუდგენელი ეგონა. ელენე, ამას არ უწევს ნემსის გაკეთება? არა, ჯერ არა, საღამოს უნდა გავუკეთო. ნემსი. აშენზე ფილტვები სად არის? სად არის და? აი აქ არის. მანდარი. ფილტვები თუ აქ არის, მაშინ ნემს იქ რატომ იკეთებ? რატომ კი არა, მე მაინტერესებს როგორ გიკეთებენ. აფსისკიკას გაფრედა არ უნდა, ა? ნიკა ეთყობა ჯერ სადლისით გაგიფრედე. და მე კიდე ნემს ჩადებენ შიგნით, ხო? ლაშა, ესე კითხოს უნდა გადაყვაყო, ხო ზონდი? რა ვიცი, რა სხვა რა გზაა. ლაშა, მე რო ვერ გამოყვები. რა ვშო, სპარტა გამოყვება. ლაშა, ეხა ნაჭამი რო არ უნდა იყოს შენე არ გამოგივა და ეცადე რომ იმ მომენტში არაფერი არ ჭამო ზონს რო გადაგაყლაპებენ. ხო, ელენე, ბევრს არ შევჭამ. ნიკა მოდი და მზად არის ჭამი, მოდი. არც მე უნდა ვიყო ნაჭამი, ხო როცა ნემს გამიკეთებთ. ნიკა მოდი. ანაირები ხართ რა, ორივე მსუქნები, ქონიანები და ორივეს მუცელში გაქვს პრობლემა. მათთან შორის დედა, შენ გაქვს ყველაზე პრობლემა მუცელში. თუ აგზია მეორე პრობლემა გიზი ვარ და გეუბნები და რა. ისე დედა, ზონდი შენს უნდა გადაყვაყო. ნახავ როგორია ბავშვი. რა უნდა, როგორი კაბები მოსწონს. აუწია ამასიც. კიდე გინდა გირეკა. აი მე უამრავმა ხალხმა და ამერიკა და მომდაცა მარინა. იცი რა ვიფიქრე ახლა მაგ ხალხმა რაც ამ დარეგვაში ფული დახარჯა ერთად რომ შეიგროვებინათ რომ ეშუქებინათ უფრო მესე ემონებოდა. ხო, ყველამ დამირეკა და ერთმა კაცმა არ დამირეკა და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ფიზი ამბობ. ეთქვა და ავიწყდა და თუ ეს მართლა ასეა, ეს ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში. ვიზე ვამბობ, ჩემო მარინა და ჩემს უსაყვარლეს ცოლისმა ლევანმაზე. 50 წლის გახდი და მაიმუნობას მაინც არ ეშვები, ხო? მარინა, 50 წელია ვარსებობ და აქედან 25 წელიწადი შენზე ვგიჟდები. და 30 წელიწადი იმედო მეშველიარზე. შვილო, 50 წელი საკმაოდ სერიოზული ასაკია უკვე. და დღეიდან ახალი ფრაზა მექნება. აბა? დამიჯერეთ რა. ნახევარი საუკუნე განვლიე. როგორია? კარგია, გიხდება, სოლიდურობას გმატებ. რა თქმა უნდა. ეხლა ვნახოთ ამ დღევანდელ დღეს რომელი გამოჩენილი ადამიანები დაიბადნენ ჩემთან ერთად. აჰა, ესე იგი მეცნიერი ჯონ სმიტი, და კომპოზიტორი ჟან პაუელი. ვინ არის ეგ ესე? მე უბრალოდ რომელი ვარ ამაზე. გია. მოდი დღეს რაღაცას გავაკეთებ და აღნიშნე ჩემი დაბადება. არა, გაკეთების არც ფული გაქვს და არც ხასიათი. გია, ერთ-ერთ მაინც გავაკეთებ და მაშას და ბაატას უთხარი. არა მეთქი. მამა, ფული არ არის პრობლემა, ხო იცი მე ვიხდი. აი. რასე, არაფერსაც არ ეხდი შენ. რატო მამა, როგორც შენ გადამიხადე დაბადების დღე, ისე გადაგიხდი მეც. აი ეს 30 ლარი და შენ და ყურხამ ხინკალი ჭამეთ. საკუთარ დაბადების დღეზე საკუთარი შვილი დამცინის და საკუთარი მეუღლე მას არაფერს არ ეუბნება. როგორ არ მეუბნები? ყოჩაღ მეკონა და მაგრამ უთხარი. აი ეგრეა და კაცი დაბედება მე არ საღაჭირდება რა. დამიჯერეთ რა. ნახევარი საუკუნე განვლიე. არა თქვენ ხო არაფერი წმინდა არ გასცენ. დავედი მე. ესა ბეკა. მართა გაგათ მითხარზე გამოვშვით 30 წელს. ექიმა ბოლო არის თქვი? არაფერი ისეთი. რა არაფერი ხლა ისეთი სახი გაგე შეხედე გონია რომ მოიურბულ და შეცივდა. შენი ბრალია ყველაფერი რა. შენი ბრალია რომ წამიყვანე იმ ადიგენში თუ სადღაც და მაჭამე რაღაცა საშინელებები. ხო, აბა. ხო, აბარა არ უნდა მაგას. ეხლა მაგიტომ უნდა გადაყლაპო ზონდი და მეშინია. ხო, კაი არა უშავს ხო გადაყლაპე ის ზონდი, მაგრამ ძალიან თორე ზონდს ხო გადაყლაპო. არ ჩაყავიჩო და ხეჭო არ დაიწყო შემართული. ხო. ამას ვიყურებ. კარგი რა, ნუ დამცინი რა პატარა. კიდე დაცინო მინდა მე ისე და ზადღეში ვარ რა. ანგი დაწმოთ. ამაშა მეც მოვედი, შეგვიძლია დავიწყო. ასე უცე? ხო, მოდი ვარ ხო.
აშა. ვიცი ახლა რომ ძალიან გეშინია და მოდი მე მივარეთ იმს დაველაპარაკები, ხო? იქნება რამე სხვა მეთოდიც იყოს კუჭის გამოკვლევის, კარგი? ისე მეშინია ზონდის გადაყვაყვის შენი იმედიც კი მაქვს, მიდი. ეხლა თუ დამაცდი. ბატონო ეკი. მე ლაშა როგორ ნერვიულობს ხო? თქვენ რა ქვიათ? გიორგი? ბატონო ეკიმო გიორგი. რა უნდა გითხოთ იცით ახლა? ჩემ მეგობარს ძალიან ეშინია ზონდის გადაყვაყვის და რამე სხვა მეთოდი ხო არ არსებობს კუჭი რომ გამოვიკვლიოთ? სამწუხაროდ უფრო ეფექტური მეთოდი არ არის. ეფექტური არ არსებობს და რო გავფატროთ. შენ არ მითხარი ზონდის მეშინიაო და ვთქვი სხვა გზებს ვეძებ რა ვქნა მე რა გავაკეთე. იცით რა არის ბატონო ეკიმო გიორგი ეკიმო მე ზონდი მათხოვა ესეთი ამას ტვინში ამხედო რა მაინტერესებს რა ხდება იქ რა მოდი ლაშა დავიწყოთ ნულაფრის მოგეშინია არაფერი საშიში არ არის არა არ მეშინია უბრალოდ ფეხები მიკანკალებს და ბული მენდით თორე აი ნახე ლაშა აგიხსნი ხა აი ეს არის ზონდი აი ეს პატარა შლამი უნდა გადაყვაყო ამას აქვს კამერა ბოლოში და ამ კამერის საშუალებით დავინახავთ შენ კუჭში რა ხდება არაფერი საშიში არ არის ისა ბატონო ეკიმო გიორგი ხო მაინც კითხეთ ამას ხო შეიძლება ამას კამერები უკვე უყენია კუჭში საკმაოდ რო არ მოპარო და შეეკითხეთ აბა რამე არა გაქვთ ისეთი რომ ამასაც გადავაყლაპო და გავაჩუმოთ ა კარგი დაწნედეთ იცით ლაშა ნუ ნერვიულობ საში არაფერი არის მართლა ვერაფერს ვერ გაიგებ დამშვიდე საშიში არაფერი არა რომ მეუბნებია გადაყლაპული და ზონდი თუ რა გამაგებია ზონდი არა მაგ გადაყლაპული მაგრამ ერთხელ ღვინოს ვიღებდი შლანგი და ძალიან მომივიდა მოკაჭა მე რაც უდეც იქინა რომ დავიხჩულა შეხლა ლაშა დაწექი და ეცაბე მოეშო თავისუფლად იყო და ისუნთქე მოვიდა რომ ისუნთქო დაიწყეთ ბატონო ეკიმო დიახ რამხელა პირი გაქვს ლაშა რა არის მაგრამ თორი გასწები არ გინდა ჩაი უდება ეს მე თორე და ჩააწყაბენ საფურ სამიბაჭო სამობა ისო აი რა ნუ ეს არა ნორმალური და ის ბატონო ეკიმო ეს ეხლა რასაც იგებ ლაშა შიგნიდა ხო დიახ ხო ნახე ლაშა შიგნიდა რაც უკან იყო ხარ დაწნარდი ძალიან ლამაზი შინაგანი საპარო გონია კი ნახე შიგნიდანაც არა ჭიპი ამას უყურებს საცხო და საშიგნიდან ეს რა არის ეკიმო აი ეს აი ეს კუჭია კუჭი რა ხელა კუჭია გაუბედურება ეს სამოთახელი ფართივით რო გაგე ეს კუჭი ფურას საშინელება არა ეკიმო აი ესეთი წარმოდგენებს უბრალოდ ჯოჯოხები აი შეხედეთ ხელს მიშნით უკვე ხელს გიშნით თუ არა ეს საერთოდ მაინტერესებს მე ძალიან თუდეს კამერას უტე მიაძლევი თბერეცო ცოტა იქით კიდე ცოტა ხო კარგია რა არის ჩემი ხი რა უნდა ვიცი ჩემი მუთოში როდის მოაჭრე დამიბრუნე ხლავე გეუბნები უკან ეკიმო ამოიღეთ ეგილე და დამიბრუნეთ უკან რა თმირეგეთ საზღარი გქონდა შენი ხო ვიხარ არაფერი არის საშიში მო ჩაუ უკვე დიახ ცოტა კიდე გეტყოლებით აი ეცის არაფერი საშიში არ არის არაფერი სერიოზული არ არის მაინც გასტროენტეროლოგთან გაგიშვებთ მანამდე ეს მინდა გითხრათ რომ დიეტა აუცილებლად დაგჭირდებათ იმიტომ რომ ცხარე, ჟავე, მწარე და ცხიმიანი არაფრით არ შეიძლება ცხიმიანი გაიგე ლაშა ცხიმიანი არ შეიძლება ამ თითიც არ მაილოკო ახლა ამ ყველაფერს რაც გადავიღეთ დისკზე ჩაგიწეთ მოგცემთ და გაგიშვებთ აუ მაგარია დისკზე მაგ ლაშა გეხოცები ეკიმს უთხარიოს შენი მუცლის ვიდეო ფლეშკაზე ჩაწეროს და გიეს საჩუქე დაბადების დღეზე ხო მე ბეკუნა მარინა და დავждებით ხომ გია და უყურებ საღამოობით ეს შენი მუცლის ვიდეოს და რა ვიცი რა ახალი წემალი ქადა რამე ხო ხები და ქადა რო შეიძლება შეიძლება დაგპატიჟებ რა ვქნათ ლაშა ჰა ეკიმო და აი ესე ელენე დავჩი ესე უპროდიუსეროდ რა ვქნა წარმოგიდგენია კი თეკლო მე 17-ად მიყვები ამ ამბავს და ძნელი წარმოსადგენი ნაციონალი ხო ელენე შენ იხუმრე და ისე ჩემი მშობლების ხარჯზე მომიწევს ცხოვრება მე მთელი ცხოვრება ჩემი მშობლების ხარჯზე ცხოვრობდა კი ამ ნერვიულობ და შენ ბევრ ლაპარაკს ჯობია წამალი დალიო და სიცხე გაიზომო აი მე ნიკას ნემსის რომ მოვიდა აუ ნემს კარგად თუ არ ბუნების წიგნი მომიტანეთ უნდა ვისწავლო რაც არ მიწორია ავაჰე და ნუ ლაპარაკობს სისულელებს მიტყვები თეკლა შეხო იცი ნემსის გაკეთება კი გეხვეწები ნიკას გავუკეთე რა მე იქიმა მითხრა სიცხენებს მოერიდეო მიდი ხო კარგი რა პრობლემა აუ თეკლა არ გამიკეთე რომ ცხენი აი ნიკა რა არის სიცხენია პატარა რო იყავი სულ მეგიცულიდი ხოლმე პამპერსებს არ ცალსაბობს დე კი თეკლა ის მე ის რამდენი რამე შეიცვალა
მე ხო ბედი არ მაქვს რა, მაინც არ დადეგებზე დავემართა ფილტვების სანთება. არა და ზამთარში სწავლის დროს თოლში ვწებოდი ხოლმე ერთ-ერთად და არაფერი არ მემართებოდი. რატო რა ხდება რა ვექიბო? დამთავრდა ყველაფერი. აი იყო რა. ბალე მოვკვდები. რა თქვა, რა გჭირსო, რა გითხრა ექიმა? ექიმა ერთვიანი დიეტა დამინიშნა. ერთვიანი დიეტა დამინიშნა ექიმა. მოვკვდები აბა რა იქნება ელენე? აი ვაშა, გამისკდა გული. არა, თან ზონდი გადავყვაპე, ფუ რა საშინელე. აი ვაშა გამოწდი, ხო მოგეწონა ზონდი. აი, კარგი ცხელი თონის პური და ზონდი, ჰა? კარგი ცხელი თონის პური და ზონდი. კარგი რა სისულელს ვალაპარაკე რა. კარგი რა ექიმა, რა გითხრა, რა გჭირსო? ამიცი ელენე, რაღაცა საყლაპავი მილისთია ქარიო თუ რაღაცა. ხო, დაგემართებოდა ვაშა, აბა რა იქნებოდა, რასაც დაინახო, ყველაფერს ყვაპავ. ყველაზე საშინელი მომენტი არის მთელ სოფლიოში. სამრო დამშვებს, რომ შეფტავს ჩვენ. შენ ხوارგინ ერთი ადგილის ანთებაც ხონდეს ერთი, რა? უყურე ერთი ამას ადრესია. ციციბურა ჩაბეო ერთი მითხრა ელენე. რამდენი ციციბურა უნდა შევჭამო რომ გავძღე? ყველა. მითხარი შენ წეღა რაც იყო საჭირო და გამოვთქვებ რაღაცა სიტყვებს კიდე შენ. კარგი ვაშა რა, კარგი, ნუ რა უნდა ხა დიეტის დაცვას? კიტრიდებს მაცივარში გამოავე და ჭამე. ჩვენთვის სტოლმას გავაცხელებ და ივჭამოთ, ხო? მოვკვდები და იქ იქნება. გამოიწევა. აჰა. ხო, რა საკეთებ ვაშა? უნდა დავიმახსოვრო რა გდეს. რომ დიეტის მერე ყველაფერი შევჭამო არ დამავიწყდეს. ვაშა, მოდი ცირაკენ ნიკას შენ გაუკეთენებსი, თან გულს გადააყოლებ, თან ექიმი ხარ მაინც და კარგად გავ. მე ვარ სტომატოლოგი და ადამიანებს უყურებ პირში და რა ერთ ადგილას. შენახარი მოვღერალი და მიდი გაუკეთე. აუ, კითხონია, მაგრამ ჯობია ცეკლამ გამიკეთოს, თორე ლაშაბიძე რომ გამიკეთოს მეშინია ბარკალი არ მომაჭამოს. მომეთ მე გაუკეთე ამას, მე მომეთ. სამალი მაგიდაზე დევს. და სამალიც დავარჩო. რა ჭირს შენ კიდე რა, რა ჭირს გამაგებინე, რა ჭირს მითხრა. რა ფილტვების ანთება და ის აგიტყდა ერთი, ჰა? მიდი ხა გადაბრუნდი და ჩაიწე შაბანი. მიყურე, გადაბრუნდი მე გითხრა. მოადუნე კუთი თუ არ გიდა რომ გეტკინოს. აი მე ელენე ნახე სულ თეთრ ხოლმე რო აჭმევდი ნიკას როგორ გაუთეთრებია. აუ, გავიდა სათეკლო რა მწვენია. გადი. მე კარგი იყო მე მომოწა რა იყავი თეკლა იყავი. ხო, ვაშა ისე სულ შენ გავს ნიკა. ხო, აი დააკვირდი შენ წესეთი ფუმფულა და დიდი ლოყები გაქვს. ვერ გაუთხარი გავიდეს თეკლა წვენია ბავშვს. აჰა, ადექი ხა გასწორი, ხო. ხო, და გეჭიროს ეს. ვაა. რა კარგი ხელი გქონია, ლაშაბიძე, საერთოდ ვერ ვიბძენი. ვაშა, თერმომეტრი ზევით მაქვს და გეხოწები, აბა ნახე სიცხემი თუ არ დაუწია. თერმომეტრი თუ ზევით აქვს, როგორ უნდა გაუწინო სიცხემი ხარ? უჩები დაადე. ექიმა მითხრა, ღორის ხორცს არ გაიგადრო. ადექი ნიკადე, ადექი წამოზემ გაგიზომო სიცხე, ადექი. აი. არ დაიწყო ეხლა არ ამყავს პროდიუსერი და ეგეთ რაღაცები ტვინი არ შემიჭამ გეხვეწებით ეხლა. ხო, შენ რა გენახულება ვაშა, მე იმაზე ნერვიულობ, ფული როგორ ვიშვებო.
მე გადაგიხდი. შენ რაში გადამიხდი? კუპათი შეჭამე და ვაყურებინე. ძალიან განიცდი დიეტას, ხო? ლაშა, მოდი იცი რა ვქნათ, ერთმანეთს გული გადაუშავოთ და ერთმანეთს რაღაცები მოუყვეთ და მოგვეშვება. მე დავიწყებ, ხო, მე დავიწყებ. ცუდია ბარში რომ ვეღარ ვიმღერებ. სიმღერა ჩემთვის ყველაფერია. სიმღერა ჩემი მოწოდებაა. უსიმღეროდ შეიძლება გამოვიფიტო და უბრალოდ არარაობად ვიქცე. იცი, როცა არ ვმღერი, ესეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფრთები მომაჭრეს და უსიცოცხლო კუნძივით ვაგდივარ. აი მომეშვა, ეხლა შენ. ქონი მინდა. რაღაცე მომეშვა კი. გადამრებს ხალხი რა, გადამრებს რა. იცი რომ დიეტაზე ვარ და ხვიცი მიფრიალებენ ამ საჭმელებს რა. შეიძლება ესე კაცო, რა შეიძლება. მოდი ლაშა. კარგი, არაფერი მარინა, არაფერი ისე რაღაცა გამახსენდა და გადამიერე ხო არაფერი. ეს ჩაპოხვილით გამზადდა მე მგონი. კიდე გამახსენდა გადამიერე გამარჯვებდი. მოდი ლაშა, მოდი. მოდი. ლაშა, გეხვეწები რა, ეს ემალი გამისინჯეს, შენს გემოვნებას ვენდი. აი თუ და გამკრადა. ლაშა. მაშინ ვერ გაგისინჯავ, მარინა. ვერ გაგისინჯავ, იმიტომ რომ იქით მიყავი ჟონდი გადაყვაპე და დიეტა დავნიშნა. მაშინ დაყნოსე. რა ბექამ ვერაფერი ვერ გამაგებინა და დედა, ვერ გაიგე რა თქვა? დიეტაზე ვარ. ეხლა მაგას ისე შეება, რო დაკნოსოს მთელ ბოთლ კემალ შეისრულთავს. ისე ვარ კონცენტრირებული ამ დიეტაზე, რომ პასუხსაც ვერ გცემ ბექამ. მართლა? მაშინ მეორე სადღაც გიყარებ. დედა არ დააკნოს იმდო თქემალი, თორემ მაგას თვერში წყვილებია. აი, ეხოვა ეხა, მოდი ლაშა დაჭიქი. მოდი. დაჭიქი. ესე იგი, შენ ხარ დიეტაზე. კი. დიეტაზე. იგი არაფრით არ დააშვა. არავითარ შეკოში არ დავარ. ძალიან კარგი. დედიკო, გამოიღე რაც არის, ყველაფერი არ არის პრობლემა, ნუ გეშინია. იცოდე. გიას მოსვლამდე ხელი არ დააკარო არაფერს. გაიგე? მარინა, იცი რა, ხა მე თუ გადავწყვეტ დიეტის დარღვევა. საერთოდ არ მოვკიდებ ხელს არაფერს, ისე შევჭამ ყველაფერს და გია ბეკას უთხარი გადაწეკლეს ყველა. ხო. ლაშა, მე მაინც ჩემსაც გავაგრძელებ და კიდევ ორი კითხვა მექნება შენთან. პირველი. აი ამ საჭმელს ხო ზონდის ფორმა მიცე და ისე შეჯამო. და მეორე. იმ ექიმის მისამართი გაიგე, ვინც დიეტა დაგინიშნა? მისამართი რა თქვი? ხო, არ უპირებთ მოკლას? კარგი ბექუნა დამაცადე. მითხარი, ექიმა რა დიაგნოზი დაგისვა, გასტრიტიაო? არა, მარინა რაღაც უფრო დიდი სახელი მითხრა. როგორ მითხრა, იცი ხო, გამახსენდა. რა გჭირს ბიჭო შენ ამდე საჭამო, ამ ხელა კუჭი და საქონელი ხო არა ხარო? ესე დიაგნოზი გასტრიტია. კი, ხო. და მითხრა რომ კუჭი გაქვს გაღიზიანებული. გაღიზიანებული თუ გაცხოველებულიო? კაი გეხება. ბექუნა, იცი რა, გიას დაურეკე და უთხარი რომ ის პროდუქტი აღარ წამოიღოთ, ხო ლაშასთვის ცალკე სუფრის გაშლათ აღარ ვაპირებთ. ლაშა, არ იცი რა ძნელია თავი შეგავერთა. არა, უშვებს. პრინციპში ვეჭვები, ნელა. ესა, უი ხო მართლა. გია რამდენი წელი გახდა? 50. 50-ია? რა იყო? 50 ხინკალ შეჭამდა კაცი. ხო, კარგი, გია რომ მივულოცავ დაბადების დღეს და გავოცაქმები მაქვს რა. არა, სად გახვალ ლაშა. გია კი არაპირებდა დღევანდელი დღის აღნიშვნას, მაგრამ ბიძაშემ ლევანმა დარეკა მოსკოვიდან. ჩამოვდივარ სპეციალურად ამ დღისთვისო. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ, მე გავაკეთებ ყველაფერს, თქვენ ოღონდ დავხვდითო. რას ლევანმა ჩამოდის? ეს იცი გია? არა, არ იცის და საქმეც მაგაშია. ხუჭი მაგის ამბავი. ხო, მაგრამ ისე პრინციპში, რა ვიცი, მე მგონი უნდა უთხრა, აი, ბეკა შენ უთხარი გია. არა, მე მაგას ვერ გავაკეთებ. მე მთელი ცხოვრება თვალწინ უნდა მედგეს მამა ჩემის თვალები, რომელიც მეუბნება რა გამიკეთე შვილო ეს, მე ხო მამა შენი ვარ. იცი რა, მე მგონია პირდაპირ არ უნდა უთხრათ. ნელ-ნელა შევაპაროთ და იცოდეთ, სიტყვა არ დაგცდეთ არც ერთს. ხო, არა, ნელ-ნელა ჯობია. იცი რა, ბექუნა, მე ხა წავა უსვათ სარეცხს შევყრი და შენ ეს კაცამ დამიჭერი რა. ხო?
ლევანმა ჩამოდის. ასადაც არ წავალ. რო ჩამოვა ლევანი ხო და გიას და ლევანი შეხვდა მაინტერესებს. ძალიან მაინტერესებს რა რეაქცია ხდება გიას. ლევანმა გია. ანუ ესეთი რეაქცია ექნება თქო რა გიას. ხო, დაახლოებით მეც რაღაცა ეგეთ წამოვიდგე, მაგრამ რა იყო ეს? როგორ? ხო. რა? რა დირექტორი შეაბა შეჩემა გაგიზდი? მოწერთან ლაშა დაჭერი რა ეს კათან შემოღე ხო? კათამი დაჭერი კარგია. კათამი როგორ უნდა დავჭრა? კათამი ამ მდგომარეობაში შეიძლება კათმის დაჭრა დაავალო ადამიანს, კათმის დაჭრა თვითონ ეს კათამი როგორ დავჭრა? მაგრამ პრინციპში რამჭერს ხა ესეთი რო ვერ დავჭრა. კათამი უნდა დაჭრა ლაშე კათამი. ამით ხო, ამით ხო, კეთო პრობლემა ხო. კათამი უნდა დამაჭრევინო ეს რა თქო არ უნდა კათამი რა. ცოტა შეჯამო ხა. თავიდან ვეკრა თუ ჩამოსვლა საფერებს რაღაც. მოვიზარდეთ, დავხვდებოდით. რა, ეს უფრო გადაწყვეტა და ჩამოდის, ჰა? ერეთაც. გია რა არის იყო ბაიცი? გამოსაგზავნი ნივთები გაუთავდა და ეხლა თავის თავს გიგზავნის. ასე რა, ეს როგორ უნდა რაღაცა გიხსნი ხო? კი ეხლა მესმის ხო, ჩემი ცოლიზმა ხო, ნუ უთხო არ არის, მიყვას პატივს ვაფასებ ხო? მაგრამ სულ რაღაცაერთი იქნება რა, ხან აი ეხლა ეს გადაწყვეტა და ჩემო დავუდებებს და ჩამოდის. კაცო მე ის 41 იმისთვის შემოხვალზე რომ ცხოვრება გამრთულებოდა თუ პირიქით. გირაგია რა დატეხავ ხოლმე ამ მერთან ბავს რა თემა ვიცი რომ ლევანთან ესე მარტივად ვერ ურთიერთობ მაგრამ ლაშა არის აქ პაატა შემოვა ბექუნა რა დაგემართა სადაც ბექამდე ხას არ ვიცი რაღაცა პრობლემა შეექმნა პოროხას დირექტორთან და წავიდა ბექუნა და მალე მოვა მოკლედ რა აი მაგიტომ არ ვიდოდა ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა რა ვიცოდი რაღაც ესე არ იქნებოდა გეუბნებოდით მაგრამ რა ჯეროდა ლევანმა ჩამოდის მე ბექარ არის სახში ბარებისის მითხარით რომ პაატაა თამადა კარგი ხარ რამ გაფიქრებია რომ პაატაა შეიძლება იყოს თამადა კარგი აბა გაშალეს უფრო თამადა მოვედი მოკლედ ჩემო გია იდექი ხო ჩემო გია გისურვებ რომ ყოლოდეს ლამაზი, ბედნიერი, შვენიერი და კეთილი მეზობელი. აბა გაუმარჯოს. მადლობა, ჩემო პაატა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის. მადლობა. იდექი. ისე დაწუნებული ვარ, რომ ახლა ჩვენ რო ვარ გადმოსულიყავით ამ ულამაზეს სამეზობლოში, ყველაფერი გაცილებით უფრო კარგად იქნებოდა რა. ხო, გია მეც გეწუჩებსას. ჩემო გია ისურვებ კიდევ იჯექით კარგი მაშინ იდექი და მიდავждები ხო ისურვებ აი კიდევ ერთხელ გილოცავ არაჩვეულებრივ დღეს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, გახარებას, შენს ოჯახთან ერთად და ყველაფერს კარგი ისურვებ რაც კი ჩაგეფიქროს ყველაფერი აღსრულებოდეს რა ხო გია გეხუტები ერთს რა ორი გენა კარგი ლაშა გაანებე ახლა თავი და გავაგზავნოთ კეიფი გაანებე თავი პაატა იცი რამდენი ხანია ხორცთან ასე ახტოს ამყოფილო
გია, მეც გილოცავ დაბადების დღეს. ისურა ბედნიერ ცხოვრებას. მივახარ. ой, გია, კიდევ დამოვიწყდა შენთვის საჩუქარი მაქვს ერთი წუთი ეს გავამართე. კარგი, რა თქმა უნდა. რა ვიცი, კი პირველი ვერას თვალში მოხდა ის წამოვიღე და თან ეხლა თამაში შენ ამას ვერ ითამაშ, ნუ აკალია და აჩეხე ხოლმე, ხო? ხო. მადლობა. არაფერს. გია, ჩემი საჩუქარი ფაქტიურად გაქვს შენ. მართლა? კი. მარინა რა? რამე მოიტანე? არა, ჩემი სვანაერი საჩუქარია, გია. სვანაერი. აი, ყოველდღიურად რომ გამოხვალ ხოლმე შენი სადინებლიდან, ესე შვიდად წყნარაფელი ოჯახი რომ დაასხდებით სასაუზმოდ და რო არ იტყვით, რომ არიქა ჩხარა სანამ მოვასწრო, სანამ შემოვაო, აი, ეგ არის ჩემი საჩუქარი გია. გელაშა, მაგისთვის ჩემგან დიდი მადლობა. თუ კარგი, ამადლობა. გია, შენ 50 წლის გახდი, ხო? აუ, 50, ხო, ბევრია, ხო? ბევრია, აბა რა არის, ბევრია, აბა, ფაქტურად წავიდე ხა 24 წელს ხარ ჩემზე დიდი. 24-ით, კი არა, 34 წელს ხარ ჩემზე დიდი. თუ 24-ით. 26-ით. 24-ით თუ 20-ით დავიბენი, მოკლედ ჩემზე ხო, არ ვიცი, კი არა, კარგი, მაგრამ დაანერე ხა მაგ უმაღლეს მათემატიკას თავში. ეხლა ხო ეს დღეს ხო ჩემი დაბადების დღეა და კიდევ ერთი საჩუქარი მინდა შენგან რა, უნდა მაჩქო ეცოდე. კარგი. აი მარინას პაროდიას ვაკეთებ და გვაჩვენე რა. არა, მარინას პაროდია რა არის ეხლა? კი, მარინას პაროდია ვიცით ყველა რო ვაკეთებ და უკვე მოგვეს და კიდეც, ხო? ეხლა მაგ ახალი პაროდია. ახალი? ახალი პაროდია. აბა მიდი, აბა. ხო, აბა მოემზადეთ. ვერ ხვდებით ეხლა? კი. ეზოში რომ დიდი თეთრი ძაღლია გასა, აი. თეთრი ძაღლი კი არა, ზომბის გადაყლაპის. ლაშა რომ ზომს ყლავს. რასაკ სუფრასთან შედვართ ეხლა რა ზონდის გადაყლაპი და არა, კარგი, მე მოვეწოდა. აი, გია რა მე ვაკეთებ მაგას. კარგი, ხო, კარგი. აი თქვენ აიწეხეთ. ხავტო მარინა, თქვენ იღებთ თქვენ თავზე ხო პასუხისგებლობას? მე რასაც გავაკეთებ ახლა, ხო? პრობლემა არ არის. პრობლემა არ არის, ხო, კარგი. არა. აი, ჩურჩელა მოვიტანე რა. ჩურჩელა. ლაშა. გაუყავი სხვებსაც. ой, გია. ეხლა მივხვდი, გამოვითვალე და 18 წელს ხარ ჩემზე დიდი, ხო? წერა რაღაცები ამერიკა. დაანებე მაგ მათემატიკას დავემეცი გეუბნები რა დაანებე. ისე შენი გამკვირვები რა ლაშა რა, აი შენი დიეტის ამბავი რა, აი ნუ საოცარია ეხლა როგორი ფერო აი მაგალითად აი იმ ჩაშოშოს რო არჩა, მაგალითად აი ამ გემრიელა ჩემსა ქათამსება. რანაირად არის ქათამი დაძილი მანე რა? სამაგია ძალიან გემრიელი. გემრიელია მეცრად ჩერდები იმდეს ჭამ. კარგით რა ხალხო, კარგით რა. ასე დღეში ვარ და იმის მაგივრად რომ გვერდით დამიგე და რაღაცნაირად რას მიკეთებ. აი, ცოდოა რა გაჩვენე. კარგით მართლა რა. მაგარია ლაშა შენ რო იცოდე ეს რა არის გაგიზდები აუ რა მაგარია. კარგით რა, კარგით რა. უი, ლევანი იქნება. ეხლა მე დამასადე მარინა. გია, იცოდე, ეხლა ძალიან გთხოვ, გია. მარინა. არა? დამასადე, შენ ხო გიდოდა რომ ლევანმა შემოსულიყო, ხო? ხო, კაი. მე არ მინდოდა, ხო ასე? მაგრამ რადგან ასე მოხდა? გეხოთებ, რა. რადგან ეს ასე მოხდა, ეხლა უყურეთ. შემი სამსახურებო ნიჭი შეაფასეთ. კუკუ! ლევან! მოდი ჩემო კარგო, როგორ კარგად გამოიყო. გია, გინდა დაბადების დღის სიმღერა გიმღერო. საზღარი დღეა, საშინელი დღეა. გინდა ლაშა რა, ხუმრობა მინდა ახლა. შეხედე რა დღესი ვარ, აშარში ვარ, ხედე რა. იმიტომ რომ დღეს გია, დაბადების დღეა. რა არის, ხაი სად არის ამდენი ხანი, რა არის ახლა ეს რა? ტელეფონზე დაურეკე, ლაპარაკობს, სამწესებია ხა. ზოგადად მოვედი, თიშავ ტელეფონს და პირობას გაძლევ, აღარ შევშორდებით.
განსაკუთრებით შენ ჩემო იუბილარო ბოდიში როგორ მიხარია ლაშა ესეთი ურთიერთობა რო აქ ერთმანეთთან არა ბატონლევან თქვენ რომ იცოდეთ ბატონლევან როგორ გაფასებთ გია და რა ხშირად გახსენებთ ხოლმე თქვენ გია საერთოდ არ ჩამოგვიდოდით აქ მოგენატრე ხო ჩემ მამაძაღლო აი რა ეს მიროთაძეებია მაგრამ აღიარე რომ სულაბერიძები უფრო მაგრები ვართ აი ეგრე შეიძლება ხალევა რა ხა ჯერ არა გვიშავსა არა მოწიე თავი აი შენ იუმორი სულაბერიძები იუმორი ნელა გადაიგე რაღაცა შეჭამე რა გადავიქ ხო ნუღელავ ლაშა ეს ტიპი დიდარია ხო კი ძალიან ეს რა ბლინები ბატონლევან გისმენთ რამოდენიმე აი 1-2 უცნაური კითხვა მინდა დაგისვათ აბა დავай ხო მიდი ბატონლევან თქვენ რუსეთში ცხოვრობთ ხო და პუტინით თუ ხართ კმაყოფილი კი რა უცნაურია ჩვენ არა რა მაგარი ტიპია აი ძალიან მე ვეთყოდი მაგარი მასტია რა მაგარი არის ასაბარი და არ მეთანხმები კი გეთანხმებ ხო ძალიან მაგარია ხო ძალიან აბა დავай მეორე კითხვა ხო შემდეგი კითხვა ბატონლევან თქვენ მილიონი გაქვთ კი 2 3 12 მილიონამდე მაქვს 12 მილიონამდე? 12 მილიონამდე. ანუ 12 მილიონამდე ესე იგი რა გამოდის რომ 11 მილიონასი? ჰა? ძალიან მაგარი კაცია, მაგარი მასტია რა. 11 მილიონასი. არა, ნუ ღელავ, იმდენი არა მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ საკმარისად კი მაქვს. 11 მილიონასი, რა მაგარია, ბატონლევან მე ერთი წუთით გავარ, ხო და მოვალე ხლა ვაი, რა მაგარი, 11 მილიონასი, რა მაგარი. ლევან, ხო მართლა გია გამახსენე ლევანი რო წავა მოსკოვში ჩემი წითელი ღვინო უნდა გავატანო არა ლაშა არ ის არა დამცინებენ და უკან გამომატანენ უკან ხოხარიო მე მაგრა ვიცინე და ასე რა აქედან იქ ჩვენი ანგელოზივით ბორჯომის შეტანა არ შეიძლება და იქიდან აქ ამის ხო ეხლა გია ლევან ხო დარჩები ჩვენთან არა მარინა მაგრამ მადლობა ხო გია უთხარი რამე დაცი ხო ლევან რა დაცი რა მართლა რა არის არა ამას იმიტომ კი არ გეუბნები ხა ჩვენთან კარგი სასტუმროები არ არის და კეთილმოწყობილი ნომრები არ არის ამ სასტუმროებში და თქვა საკმაოდ იაფით და მე ამ სასტუმროების ნომრებიც არ ვიცოდეთ გია რა დაცი ხო იცი რა დავრჩები რამდენიმე დღეთ დავრჩები კი ძალიან კარგი ხოთაშურს გია მე შენთვის საჩუქარი მაქვს მართლა კი გადაიფიქრე და ეხლა მივიდი ხარ მაგარი კაცი არა გიჩქა შენ რამდენადაც ვიცი უმუშევარი ხარ ხო მე მაქვს შენთვის მაგარი ადგილი ოღონდ მე რეაგიხსნი ხო რა და სად კარგი აი ლევან სამსახურს თავაზო აი მე რა საყვარელი ეს ძეთი ამბავია უნდა აღნიშნოთ მარინა კისელი მომიტან ჩემთვის ღვინო არ შეიძლება დიეტა საი კაი ტიპი შენ მოდი ჩემთან მოდი ო შენ ჰაი ხო აბა მე მოვცი უკვე არ დავიწყო
ენა ისა საინფორმაციოზე ხომ არ განაგვერცხო ნახოთ რა ხდება ქვეყანაში სოფლიოში გააცალე რა მაგარი სერიალია ყოჩა თუშეთს ძალიან მაგარი კარგი რა რაში გაინტერესებთ კაცო რა სიტყვის ახლა ეს სავაში კაცო ამჯობია ერთგვარი რა სიტყვის იმას მოხდა გია ლევან შენთვის ძალიან მაგარი რამე აქვს სათქმელი კი ბატონო აბა ისვენ ლევან მა Să fac met cu tu. Mai să dau tarda. Da, dau tarda. Hai. Cai. Gия. ესე იგი, რა შეა საქმე? რადგან შენ ხარ უმუშევარი, მე მინდა შემოგთავაზო სამსახური ჩემთან. ნუ შენ ალბათ იცი რომ საქართველოში მაქვს რესტორანი. ხო. და შენ იქნები მთავარი მენეჯერი იმ რესტორანს. Симпатия გითხრა ლევან არ მეგონა თუ ამა. დიდი მადლობა. ხედავ რა გულია? ქვის. ვასავით მაგარია. თქვა აი უტეხია რა ვაშკაცია. ლევანმა მეც დამაწყერინა მუშაობა. მართლა? საინტერესოა საბდაგაწყენა, მაგრამ იცოდე მაგრამ იცოდე, ხო ხედავ? თავარი მენეჯერიო. ეხლა უკვე ცუდ შემსამსახურზე ვერაფერს ვღარეთქვი. სად დამაწყებინა და იმ რესტორანში, სადაც შენ თავარი მენეჯერი ხარ. ეს ცოტა არ მესეამონა. რა თანამდებობაზე? დირექტორად. შენი უფროსი ვარ. რა თქმა უნდა. აბა, ამა თუ არ გაგამწარა ესე რა გიგეთას კაცო. ხო თეკლარაშვები. ხო, ლაშამ როგორც იქნა აუხსნა ნინოს სიყვარული. ხო, ნინომ რა თქვა და ცოტა დრო მომეცი რომ ვიფიქრო. ხო, შენ რა შვები როგორ ხარ, გააქვს სიცხე? არა, ძალიან კარგი, ნიკას სიცხე აქვს და ფილტვების ანთება აქვს, ექი მაგვითხრა. ხო. კაი, მიდი გევლოდები, კაი, დროებით. დე, ფილტვების ანთება რომ აქ ანუ შიგნიდან ვანაცე? სიცხე მისე ვაგიწია? არა, კაცო. აბა რა სისულელებს ლაპარაკო. დის მოვაღამე რა, მაინტერესებს თუ გავანათებ. რა საკეთებ? ფაფას გიმზადებ ძალიან გემრიელ ფაფას. გემრიელესია. არა. სისხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ და მაგას არ შევჭამ. ხო, კარგი, მაშინ მე სხვა ფაფას მოგიზადებ, ექიმა თქვა აუცილებელია ფაფა ჭამოსო და კეფირიო, სანამ ფილტვების ანთება აქვსო. ზედა თაფლიობის ნატრელი გაგიხდება კაც. ნიკა დამაწვინე. ვაშავიძე, ფილტვების ანთება მაქვს. ნიკა მომისმინე. კუჭი არის ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო. მე მткиვა კუჭი, ხო და ეხლა ადექი და დამაწვინე. სამანი მე. ვაშავიძე, მე ვიცი რატომაც მткиვა კუჭი. რატო? რატო და მარტო მაგ ორგანოს რა მუშაობ შეუსვენებად ამოვიდა ყოში და აქტივდა. შენ იცი რატო გაქვს ფილტვების ანთება? ვიცი, გავწვიდი და იმიტომ. არა. აბა. შენ ეხლა წესით უნდა გქონდეს ტვინის ანთება, მაგრამ ტვინი რო არა გაქვს, სხვაგან აგინთო. საწყობს ფეხი წამოკრა, ესე იგი გამოდის. დაიჭირე. და ეს დაბადების დღის სიმღერით მილოცვა აუცილებელია. დედა 50 წლით ხდება და უნდა უმღეროთ. ანუ 50 წლის იუბილეზე სიმღერით მილოცვა, 60 წელზე ცეკვით და 70 წლის იუბილეზე ხმამაღლა მილოცვა. რავამადი საღამოალე ცხუმში ბეღორების თვითონ მილოცდება. გია
გილოცავ დაბადების დღეს. ვაიმე, მადლობა. ისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გაახალგაზრდავებას, დამშვენებას და ბევრ ფულს. დიდი მადლობა, მარინა, იმდესაც ახლა ნუ დამლოცავ, რომ მე თავში ამივარდეს და მიგატოვო. აჩა. ბეხუნა, ეხლა შენ მიულოცე. თუ დატოვე რამე გიასგან კი? რა თქვილი ვიციას თუ შენსგან წამოვიდა. გია. მამა. მამა. გაიგიმე? მამა. ცოტა ხმამაღლა? მამა, გილოცავ დაბადების დღეს. მე რომ მეხურებ გიას დაბადების გილოცავ დაბადების დღეს და გისურვებ მარინას გაძლებას. მადლობა შენო, მადლობა. გაი, გაჩუმებული ვარ, როგორ გაიმართება. ბეკა, მაჩვენე ხა, რასაც შალე, დავიტანჯე გას, მოდი. აი ეს პერანგი შენ. ეს პერანგი? ეს პერანგი არა, მე რო გაჩვენე და შენ რო დიდი მოგივი რა. ხო. რა მაგარია. სულ მოწრებოდი ნეტავი აჭაისოს მოკიდა, აი. მადლობა შენო, მადლობა. ერთხელ ვეცოსულ, ფასიც ახლა მივაწებე. მართლა, აბა. სამომეც იყო ამ დილით საჩქარი მოგიტანა და გაიქცა. ნაცვალოს მამა, რანერი გოგო მყავს. სადა საჩქარი? მე პაატა შემოვიდა საჩქარი გაუთხდა, გადავყარა და მე პაატა წავიდა. ადამ, რა გამიგეთ ეცი? პრეზიდენტი ვერ გავს პანჯერაში გამიხედე შენთვის სიურპრიზი მაქვს. გავიხედე, მე სულასე შპილკა, სიურპრიზიო დაეძახა და შეიხედა. მაშა არაო ექიმა რა გითხრა? რა ვიცი, ელენე სონდი უნდა გადაყლაპო და რას უნდა გადაყლაპო სონდი? არა, ელენე არც დღეს და არც არასოდეს არ გადაყლაპო, მე ზონდის მეშინია მე. კაი ერთი რა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ერთი ღორის ბეჭი რო გადაყლაპე და მე ციკნის ნეკნები მიაყო. ერთი პიტილი ზონდის გეშინია. ხო, ეგის დღე იყო ელენე 6 შამფური მწვადი და 4 თებში ფელამუში რო დავაყოლე. ხო, ლაშა და მე ქათმის ბარკლებს რო იყრიდი პირში. ხო, მაგრამ არა ელენე, ზონდს მაინც ვერ გადაყვება. მეშინია ზონდის, აი მაინც ზონდი არა, მაინც აი ზონდი. აშემზე ზონდის თუ გეშინია პირდაპირ ექიმი რო გადაუშვა. აი კი ჩაგეტევა, თან დაგითვალიერებს და ამოვა რა. ხო, რა იყო? თან რამდენი ისეთ რამეს ნახავს, რისი ჭამაც აქამდე წარმოუდგენელი ეგონა. ელენე, ამას არ უწევს ნემსის გაკეთება? არა, ჯერ არა, საღამოს უნდა გავუკეთო. ნემსი. აშემზე ფილტვები სად არის? სად არის და? აი აქ არის. მანდარი. ფილტვები თუ აქ არის, მაშინ ნემსი იქ რატომ იკეთებ? რატომ კი არა, მე მაინტერესებს როგორ გიკეთებენ. აფსის კი კაც გაფრედა არ უნდა, ა? ნიკა ეთქობა, ჯერ სადგისით გაგიფრედე და მე კიდე ნემს ჩადებე შიგნით, ხო? ლაშა, ესე კითხოს უნდა გადაყლაპო, ხო ზონდი? რა ვიცი, რა სხვა რა გზაა. ლაშა, მე რო ვერ გამოყვები. რა ვშ, პატა გამოყვება. ხო, კაი. ლაშა, ეხა ნაჭამი რო არ უნდა იყოს შენე არ გამოგივა და იცადე რომ იმ მომენტში არაფერი არ ჭამო ზონც რო გადაგაყლაპებენ. ხო, ელენე, ბევრს არ შევიჭა. ნიკა მოდი და მზად არის ჭამი, მოდი. არც მე უნდა ვიყო ნაჭამი, ხო, როცა ნემს გამიკეთებთ. ნიკა მოდი. ანაირები ხართ რა, ორივე მსუქნები, ქონიანები და ორივეს მუცელში გაქვს პრობლემა. მანთა შორის დედა, შენ გაქვს ყველაზე პრობლემა მუცელში. თუ აგზია მეორე პრობლემა აბგიზი ვარ და გეუბნები და რა. ვერეხეთ. გია რა არის იყო ბაიცი? გამოსაგზავნი მითები გაუთავდა და ეხლა თავის თავს გიგზავნის. მას რა არის ეს როგორ უნდა რაღაცა თაგიხსნი ხო? კი ეხლა მესმის ხო? ჩემი ცოლისმა ხო, ნუ უცხო არ არის, მიყვას პატივს ვაფასე ხო? მაგრამ სულ რაღაცნაირად იქნება რა, ხან ეხლა ეს გადაწყვეტა და ჩემო დაბადების დღეზე ჩამოდის. კაცო მე ის 41 იმისთვის შემოხვალზე რომ ცხოვრება გამრთულებოდა თუ პირიქით. გირაგია რა დატეხავ ხოლმე ამ მერთან ბავს რა დატეხავ ვიცი რომ ლევანთან ესე მარტივად ვერ ურთიერთობ მაგრამ ლაშა არის აქ პაატა შემოვა ბექუნა რა დაგიმართა სად არის ბექამდე ხას არ ვიცი რაღაცა პრობლემა შეექმნა პოროხას დირექტორთან და წავიდა ბექუნა და მალე მოვალო მოკლედ რა აი
აი მაგით არ მიდოდა ჩემი დაბადების დღის აღნიშნა რა. ვიცოდი რაღაც ესე არ იქნებოდა. გეუბნებოდით მაგრამ რა? ჯეროდა ლევონმა ჩამოდის, მე ბექარ არის სახში. ბარებისის მითხარით რომ პაატაა თამადა. კარგი, რამ გაფიქრებია რომ პაატა შეიძლება იყოს თამადა, კარგი. აბა, გაშალე სუფრა თამადა მოვედი. მოკლედ, ჩემო გია. იდექი გია, იდექი. ხო, ჩემო გია, გისურვებ რომ ყოლოდეს ლამაზი, ბედნიერი, მშვენიერი და კეთილი მეზობელი. აბა გაუმარჯოს. გაუმარჯოს. მადლობა, ჩემო პაატა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ო, არა. მადლობა. იდექი გია, იდექი. გია, ესე დაწუნებული ვარ, რომ ახლა ჩვენ რო ვარ გადმოსულიყავით ამ ულამაზეს სამეზობლოში, ყველაფერი გაცილებით უფრო კარგად იქნებოდა რა. ხო, გია მეც გეტყვი ჩემსას. ჩემო გია, ისურვებ კიდევ იჯექი. კარგი, მაშინ იდექი და მე დავждები ხო. ისურვებ აი კიდევ ერთხელ გილოცავ არაჩვეულებრივ დღეს. ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, გახარებას, შენს ოჯახთან ერთად და ყველაფერს კარგი სულ. რაც კი ჩაგეფიქროს, ყველაფერი აღსრულებოდეს რა. ხო, გია, მეხუთები ერთ რა. ორი გენა. კარგი, რაშა. გაანებე ახლა თავი და გავაგზავნოთ კეიფი, გაანებეთ. პაატა, იცი რამდენი ხანია ხორცთან ასე ახლოს ამყოფილვარ. გია, მეც გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ ბედნიერ ცხოვრებას. მივახარ. ой, გია, გამოვიწყდა შენთვის საჩუქარი მაქვს ერთი წუთი ეს გავამართე. კარგი, რა თქმა უნდა. რა ვიცი, პირველი ვერას თვალში მოხდა ის სამოვიგდა. თან ეხლა თამაში შენ ამას ვერ ითამაშე, აკლია და აჩეხეხულმე, ხო? ხო, მადლობა. არაფერს. გია, ჩემი საჩუქარი ფაქტიურად გაქვს შენ. მართლა? კი. მარინა რა მოიტანე? არა, ჩემი სვანაერი საჩუქარია, გია. სვანაერი. აი, ყოველდღიურად რომ გამოხვალ ხოლმე შენი სადინებლიდან, ესე შვიდად წყნარაფერი ოჯახი რომ დაასხდებით სასაუზმოდ და რო არ იტყვით, რო არ იქა ჩხარა სანამ მოვასწრო, სანამ შემოვაო, აი, ეგ არის ჩემი საჩუქარი გია. ყველაშე მაგისთვის ჩემგან დიდი მადლობა. თუ კარგი, ამადლობა. გია, შენ 50 წლის გახდი, ხო? აუ, 50, ხო, ბევრია, ხო? ბევრია, აბა რა არის, ბევრია, აბა ფაქტურად წავიდე ხა 24 წელს ჩემზე დიდი. 24-ით, კი არა, 34 წელს ხარ ჩემზე დიდი. თუ 24-ით. 26-ით. 24-ით თუ 20-ით დავიბენი, მოკლედ ჩემზე ხო, და არ ვიცი, კი არა, კარგი, მაგრამ დაანებე ხა მაგ უმაღლეს მათემატიკას დავიშე. ეხლა ხო ეს დღეს ხო ჩემი დაბადების დღეა და კიდევ ერთი საჩუქარი მინდა შენგან რა, უნდა მაჩქო ეცოდე. კარგი. აი მარინას პაროდიას ვაკეთებ და გვაჩვენე რა. არა, მარინას პაროდია რა არის ეხლა? მარინას პაროდია ვიცით ყველა რო ვაკეთებ და უკვე მოგვეს და კიდეც, ხო? ეხლა მაგ ახალი პაროდია. ახალი? ახალი პაროდია. მიდი, ხო, აბა მოიმზადეთ. ვერ ხვდებით ეხლა? კი. ეზოში რომ დიდი თეთრი ძაღლია გას, აი. თეთრი ძაღლი კი არა, ზომბის გადაყლაპის. ლაშა რომ ზომს ყლავს. რასაკ, სუფრასთან შედვართ, რა ზონდის გადაყლაპი და აი, რა კარგი, მე მოვეწოდა. აი, გია რა მე ვაკეთებ მაგათ. კარგი, ხო, კარგი. აი, თქვენ აიწეხეთ. ქალბატონ მარინა, თქვენ იღებთ თქვენ თავზე ხო პასუხისგებლობას? მე რასაც გავაკეთებ ხო? პრობლემა არ არის. პრობლემა არ არის, ხო, კარგი. არა. აი, ჩურჩელა მოვიტანე რა. ჩურჩელა. ლაშა. გაუყავი სხვებსაც. ой, გია. ეხლა მივხვდი, გამოვითვალე და 18 წელს ხარ ჩემზე დიდი, ხო? წეგა რაღაცები ამერია. დაანებე მაგ მათემატიკას დავიმეთი გეუბნები რა დაანებე. ისე შენი გამკვირვები რა ლაშა რა, აი შენი დიეტის ამბავი რა, აი ნუ საოცარი ეხლა როგორი თელა ეხლა მაგალითად აი იმ ჩაშოშოს რო არწევ, მაგალითად აი ამ გემრიელა ჩემსა ქათამსება. რანაირად არის ქათამი დაჟილი მან რა? სამაგერო ძალიან გემრიელია. გემრიელია მეცრებ ჩერდები იმდეს ჩამ.
კარგით რა ხალხო, კარგით რა. ასე დღეში ვარ და იმის მაგივრად რომ გვერდში დამიდგე და რაღაცნაირად რას მიკეთებ. ცოდო არა, კარგით მართლა რა. მაგარია ლაშა შენ რო იცოდე ეს რა არის გაგიზდები აუ რა მაგარია. კარგით რა, კარგით რა, კარგით რა. უი ლევანია იქნება. ეხლა მე დამაცადე მარინა. გია, იცოდე, ეხლა ძალიან გთხოვ, გია. მარინა. არა? დამაცადე, შენ ხო გიდოდა რომ ლევანმა შემოსულიყო, ხო? ხო, კაი. მე არ მინდოდა, ხო ასე? მაგრამ რადგან ასე მოხდა? გეხოთებ, რა. რადგან ეს ასე მოხდა, ეხლა უყურეთ ჩემი სამსახურებო ნიჭი შეაფასეთ. კუკუ! ლევა! 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 შეიძლება ზონდი შემსნა გადაყვაყო. ნახავ როგორია ბავშვი. რა უნდა, როგორი კაბები მოსწონს. აუწია ამასით. გია, კიდე ვინ დაგირეკა? მაიმე უამრავმა ხალხმა და ამერიკა და მომდაცა მარინა. იცი რა ვიფიქრე ახლა მაგ ხალხმა რაც ამ დარეგვაში ფული დახარჯა ერთად რომ შეიგროვებინათ რომ ეშუქებინათ უფრო მესე ემონებოდა. ხო, ყველამ დამირეკა და ერთმა კაცმა არ დამირეკა და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამით. ვიზი ამბობ? ეთქვა და ავიწყდა და თუ ეს მართლა ასეა, ეს ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში. ვიზა ამბობ, ჩემო მარინა და ჩემს უსაყვარლეს ცოლისმა ლევანმაზე. 50 წლის გახდი და მაიმუნობას მაინც არ ეშვები, ხო? მარინა, 50 წელია ვარსებობ და აქედან 25 წელიწადი შენზე ვგიჟდები. და 30 წელიწადი იმედო მეშველი ახზე. შვილო, 50 წელი საკმაოდ სერიოზული ასაკია უკვე. და დღეიდან ახალი ფრაზა მექნება. აბა? დამიჯერეთ რა. ნახევარი საუკუნე განვლიე. როგორია? კარგია, გიხდება, სოლიდურობას გმატებ. რა თქმა უნდა. ეხლა ვნახოთ ამ დღევანდელ დღეს რომელი გამოჩენილი ადამიანები დაიბადნენ ჩემთან ერთად. აჰა, ესე იგი მეცნიერი ჯონ სმიტი და კომპოზიტორი ჟან პაუელი. ვინ არის ეგაც ესე? მე უბრალოდ რომელი ვარ ამაზე. გია, მოდი დღეს რაღაცას გავაკეთებ და აღნიშნე ჩემი დაბადება. გაკეთების არც ფული გაქვს და არც ხასიათი. გია, ერთ-ერთს მაინც გავაკეთებ და მაშას და ბარატას უთხარი. არა მეთქი. ამა, ფული არ არის პრობლემა, ხო იცი მე ვიხდი. აი. რა ასე, არაფერსაც არ ეხდი შენ. რატო მამა, როგორც შენ გადამიხადე დაბადების დღე, ისე გადაგიხდი მეც. აი ეს 30 ლარი და შენ დაყურხამ ხინკალი ჭამეთ. საკუთარ დაბადების დღეზე საკუთარი შვილი დავცინის და საკუთარი მეუღლე მას არაფერს არ ეუბნება. როგორ არ მეუბნები? კოჩარ მეკონა და მაგრამ უთხარი. აი ეგრეა და კაცი დაბედება მე არ საგაჭირდება რა. დამიჯერეთ რა. ნახევარი საუკუნე განვლიე. მაგრამ თქვენ ხო არაფერი წმინდა არ აგაცინეთ. დავედინე. ისა ბეკა. მარტა გაგათ მითხარზე გამოვშევეთ 30 ლარი. ექი მაგოლობოლო არის თქვი? არაფერი ისეთი. რა არაფერი ახლა ისეთი სახი გაქვს შეხედე გონია რომ მოიღულ და შემცივდა. შენი ბრალია ყველაფერი რა. შენი ბრალია რომ წამიყვანე იმ ადიგენში თუ სადღაც და მაჭამე რაღაცა საშინელებები. ხო, აბა. ხო, აბა არ უნდა მაგას. ეხლა მაგიტომ უნდა გადაყვაპო ზონდი და მე შენია. ხო, კაი არა უშავს ხო გადაყლაპე ის ზონდი, მაგრამ ძალიან თორე ის ზონდს რო გადაყლაპო, არ ჩაყრიჩო და ხეჭო არ დაიწყო არ შემართული. ხო. ამას უყურეთ. კარგი რა, ნუ დამცინი რა პატარა. კიდე დაცინა მინდა მე ის და ზადღეში ვარ რა. კარგი დაწნათ. აბა მაშა. მეც მოვედი, შეგვიძლია დავიწყო. ასე უწე? ხო, მოდი ვახო. მაშა. ვიცი ახლა რომ ძალიან გეშინია და მოდი მე მივარ იქ დაველაპარაკები, ხო? იქნება რამე სხვა მეთოდიც იყოს კუჭის გამოკვლევის, კარგი? ისე მეშინია ზონდის გადაყვაპის რომ შენი იმედიც კი მაქვს, მიდი. ეხა თუ დამაცდი. ბატონო ეკი. მე ლაშა როგორ ნერვიულობს ხო? თქვენ რა ქვიათ? გიორგი? ბატონო ეკი მოგიორგი. რა უნდა გითხოთ იცით ეხლა? ჩემ მეგობარ ძალიან ეშინია ზონდის გადაყლაპის და რამე სხვა მეთოდი ხო არ არსებობს კუჭი რომ გამოვიყვეთ? არა, სამწუხაროდ უფრო ეფექტური მეთოდი არ არის. ეფექტური არ არსებობს და რო გავფატროთ. შენ არ მითხარი ზონდის მე შენიაო და ვთქვი სხვა გზებს ვეძებ რა ვქნა მე რა გავაკეთე. იცით რა არის ბატონო ეკიმო გიორგი ეკიმო მე ზონდი მათხოვე ერთი ამას ტვიში ამხედო რა მაინტერესებს ზახდება იქ რა მოდი ვაშა
დავიწყოთ, ნულაფრის მოგეშინია. არაფერი საშიში არ არის. არა, არ მეშინია უბრალოდ ფეხები მიკანკალებს და ბული მეზდორე. აი, ნახე, ლაშა აგიხსნი ხა, აი ეს არის ზონდი. აი ეს პატარა შენ უნდა გადაყლაპო, ამას აქვს კამერა ბოლოში და ამ კამერის საშუალებით დავინახავ შენ კუნთში რა ხდება. არაფერი საშიში არ არის. ისა ბატონო ქიმო გიორგი ხო, მაინც კითხეთ ამას, ხო, შეიძლება ამას კამერები უკვე უყენია კუჩი, საკმაოდ რო არ მოპარო და შეეკითხეთ ამას. რამე არა გაქვთ ისეთი რომ ამასაც გადავაყლაპო და გავაჩუღოთ, ა? კარგი დაწნებდეთ ცოტა ლაშა, ნუ ნერვიულობ, საში არაფერი არის, მართლა ვერაფერს ვერ გაიგო დამშვიდე. საშიში არაფერი არა, რომ მეუბნები და გადაყლაპული და ზონდი თუ რა გამაგები. ზონდი არა მაგ გადაყლაპული, მაგრამ ერთხელ ღვინოს ვიღებდი შლანგი და ძალიან მომივიდა მოკაჭა და ეგ. რაც უდეს იქ ინაღამ დავიხჩი ლაშა, ასე ხო ლაშა. დაწექი და ეცადე მოეშო თავისუფლად იყო და ისუნთქე. მოვიდა რომ ისუნთქო. დაიწყეთ ბატონო იქო? დიახ. რამხელა პირიგად ლაშა რა არის, მაგრამ თონე გასწრები არ გინდა? ჩაი უდება ეს მე თონე და ჩააწყაბებს ამ პურს არ იმაჩი. წავდება ისო. აი რა, ნუ მოვა. არ ეს არა ნორმალური და ის. ბატონო იქ. ეს ეხლა რასაც იღებ, ლაშა შიგნიდა, ხო? დიახ. ხო. ნახე ლაშა შიგნიდა რაც უკან იყო ხარა. დაწნარდი ძალიან ლამაზი შინაგანი სამყარო გქონია. ნაბი არ მივიო, დამშვიდე. ნახე შიგნიდან რაც არა, ჭიპი ამას უყურებს, აცოდა თაშიგნიდან. ეს რა არის, ეკიმო, აი ეს აი. ეს კუჭია. კუჭი. რა ხელა კუჭია? გაუბედურება ეს 60 ფართივით რო გაგე 60 ეს კუჭი. ფურა საშინელება არა ეკიმო. აი ესეთი წარმოგიდგენთ ზუსტად ჯოჯოხები აი შეხედეთ. ხელს მიშნით უკვე. ხელს გიშნით თუ არა ეს საერთოდ არ მაინტერესებს მე. ძალიან თუნდაც ეს კამერას უკვე მიაძლევთ და ეცოთ. ცოტა იქით კიდე, ცოტა. ხო, კარგია. რა არის? ჩემი ხილი. რა უნდა ვიცი, ჩემი მუთოში როდის მოვაჭრე? დამიბრუნე ახლავე, მეუბნები უკან. ეკიმო ამოიღეთ ეგილე და დამიბრუნეთ უკან. რათა მიდეგეთ საზღარი ხილი კონდე შენი. ხო ვიხარ, არაფერი არის საშიში. მო, ჩაუ უკვე. დიახ. ცოტა კიდე გეტყოლებინე, რაი. არაფერი საშიში არ არის, არაფერი სერიოზული არ არის, მაინც გასტროენტეროლოგთან გაგიშვებთ. ხო. მანამდე ეს მინდა გითხრათ, რომ დიეტა აუცილებლად დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ცხარე, მჟავე, მწარე და ცხიმიანი არაფრით არ შეიძლება. ცხიმიანი გაიგე, ლაშა ცხიმიანი არ შეიძლება, ამ თითიც არ მაილოკო. ახლა ამ ყველაფერს რაც გადავიღეთ დისკზე ჩაგიწეთ, მოგცემთ და გაგიშვებთ. აუ მაგარია დისკზე მაგ ლაშა გეხოცები, ეკიმ სუთხარიოს. შენი მუცლის ვიდეო ფლეშკაზე ჩაწეროს და გია საჩუქე დაბადების დღეზე, ხო? მე ბეკუნა მარინა და დავждებით ხომ გია და უყურებ საღამოობით ეს შენი მუცლის ვიდეოს და რა ვიცი რა ახალი წემალი ქადა რამე ხო ხდები რა ქადა რო შენ შეიძლება დაგპატიჟებ რა ვქნათ ლაშა ჰა ეკიმო ხო და აი ეს ელენე დავჭი ესე უპროდიუსერად რა ვქნა წარმოგიდგენია კი თეკლა მე 17-ად მიყვები ამ ამბავს და ძნელი წარმოსადგენი ნამცივარი ხო ელენე შენ იხუმრე და ისე ჩემი მშობლების ხარჯზე მომიწევს ცხოვრება მე მთელი ცხოვრება ჩემი მშობლების ხარჯზე ვცხოვრობდა კი არ ნერვიულობ და შენ ბევრჯერ ლაპარაკს ჯობია წამალი დალიო და სიცხე გაიზომო აი მე ნიკას ნემსის რომ მოვიდა კარგად თუ არ უნების წიგნი მომიტანეთ უნდა ვისწავლო რაც არ მიწორია ავაჰე და ლაპარაკობს სისულელებს მიტყვები თეკლა შენ ხო იცი ნემსის გაკეთება კი გიხოწები ნიკას გაუკეთე რა მე იქ იმამითხრა სიცხენებს მოერიდეო მიდი ხო კარგი რა პრობლემაა აუ თეკლა მაგ გამიკეთოს რომ ცხენი აი ნიკა რა არის სიცხენია პატარა რო იყავი სულ მეგიცულიდი ხოლმე პამპერსებს არ ცალსაბობს დე კი თეკლა ის მე ის რამდენი რამე შეიცვალა მე ხო ბედი არ მაქვს რა მაინდა მაინც არ დადეგებზე დავემართა ფილტვების ანთება არა და ზამთარში სწავლის დროს თოლში უწებოდი ხოლმე ერთ-ორი საათი და არაფერი არ მემართებოდი რატო რა ხდება ლაშა რა ვიქიბო რა დამთავრდა ყველაფერი აი იყო რა ბალე მოვკვდები რა თქვა რა გჭირსო რა გითხრა ეკიმა ერთვიანი დიეტა დამინიშნა
გალაშა რა ერთიანი დიეტა დამინიშნა ექიმა. მოკვდები აბა რა იქნება ელენე? კარგი ლაშა გამისკდა გული. არა, თან ზონდი გადავყვაპე, ფუ რა საშინელე. კაი ლაშა გამოწვდი, ხო მოგეწონა ზონდი. კაი, აი, კარგი ცხელი თონის პური და ზონდი, ჰა? კარგი ცხელი თონის პური და ზონდი. კარგი რა სისულელს ვალაპარაკებ რა. კარგი რა ვიქიმა რა გიქცა რა გჭირს? ამიცი ელენე, რაღაცა საღალპავი მინისტია ქარიო თუ რაღაცა. ხო, დაგემართებოდა ლაშა, აბა რა იქნებოდა, რასაც დაინახო, ყველაფერს ყვაპავ. ყველაზე საშინელი მომღერალი არის მთელ სოფლიოში. სამრო დამშვიდს, რომ შეგვწავს ჩვენ. შენ ხوارგინ ერთი ადგილის ანთებაც ხონდეს ეს, რა? უკურა ერთი ამას ადგილშია. ციციბურო ჩავეო ერთი და მითხრა ელენე. რამდენი ციციბურო უნდა შევჭამო რომ გავძღე? ყველა. მითხარი შენ წეღარ რაც იყო საჭირო და გამოუტყვებ რაღაცა სიტყვებს კიდე შენ. კარგი ლაშა რა, კარგი, ნუ რა უნდა ხა დიეტის დაცვას? კიტრიდებს მაცივარში გამოავე და ჭამე. ჩვენთვის სტოლმას გავაცხელებ და ივჭამოთ, ხო? მოუკვდები და იქნება. გამოიწევა. აჰა, აჰა. ხო, რა საკეთებ ლაშა? უნდა დავიმახსოვრო რა დდეს. რომ დიეტის მერე ყველაფერი შევჭამო არ დამავიწყდეს. ლაშა, მოდი იცი რა, კიდე ნიკას შენ გაუკეთებსი, თან გულს გადააყოლებ, თან ექიმი ხარ მაინც და კარგად გავ. მე ვარ სტომატოლოგი და ადამიანებს უყურებ პირში და რა ერთ ადგილას. შენახარი მომღერალი და მიდი გაუკეთე. აუ, კითხონია, მაგრამ ჯობია ცეკვამ გამიკეთოს, თორე ლაშაბიძე რომ გამიკეთოს მეშინია ბარკალი არ მომაჭამოს. მომეთ მე გაუკეთე ამას, მე მომეთ. სამალი მაგიდაზე დევს. და სამალიზე დავაჭო. რა ჭირს შენ კიდე რა, რა ჭირს გამაგებინე რა. რა ჭირს მითხრა. რა ფილტვების ანთება და ის აგიტყდა ერთი, ჰა? მიდი ხა გადაბრუნდი და ჩაიწე შარვალი. მიყურე, გადაბრუნდი მე გითხარ. მოადუნე კონტი თუ არ გიდა რომ გეკინოს. აი მე ელენე ნახე სულ თეთრს ხორცს რო აჭმევდი ნიკას როგორ გაუთეთრებია. აუ, გავიდეს რა თეკლა რა მწვენია. გადი. რა კარგი მე მომოწარა, იყავი თეკლა იყავი. ხო, ლაშა, ისე სულ შენ გავს ნიკა. ხო, აი დააკვირდი, შენ წესითი ფუმფულა და დიდი ლოყები გაქვს. მე უთხარი გავიდეს თეკლა, წვენია ბავს. აჰა, ადექი ხა გასწორი, ხო. ხო, და გეჭიროს ეს. ვაა. რა კარგი ხელი გქონია, ლაშაბიძე, საერთოდ ვერ ვიბძენი. ლაშა, თერმომეტრი ზევით მაქვს და გეხოწები, აბა ნახე სიცხემით ხო არ დაუწია. თერმომეტრი თუ ზევით აქვს, როგორ უნდა გაუზინდო სიცხემით ხალხი? უჩები დაადე. ექიმა მითხრა, ღორის ხორცს არ გაიკადრო. ადექი ნიკადე, ადექი წამოზემ გაგიზომო სიცხე, ადექი. აი. დაიწყო ეხლა არ ამყავს პროდიუსერი და ეგეთ რაღაცები ტვინი არ შემიჭამ გეხვეწებით ეხლა. ხო, შენ რა გენახულება ვაშა, მე იმაზე ვნერვიულობ, ფული როგორ ვიშვებო. მე გადაგიხდი. შენ რაში გადამიხდი? კუპატე შეჭამე და ვაყურებინ. ძალიან განიცდი დიეტას, ხო? ლაშა, მოდი იცი რა ვქოთ, ერთმანეთს გული გადაუშალოთ და ერთმანეთს რაღაცები მოუყვეთ და მოგვეშვება. მე დავიწყებ, ხო, მე დავიწყებ. ცუდია ბარში რომ ვეღარ ვიმღერებ. სიმღერა ჩემთვის ყველაფერია. სიმღერა ჩემი მოწოდებაა. უსიმღეროდ შეიძლება გამოვიფიტო და უბრალოდ არარაობად ვიქცე. იცი როცა რო არ ვმღერი, ესეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფრთები მომაჭრეს და უსიცოცხლო კუნძივით ვაგდივარ. აი მომეშვა, ეხლა შენ. ქონი მინდა.
რაღაცე მომეშოგი. გადამრებს, ხალხი რა, გადამრებს რა. იციან რომ დიეტაზე ვარ და ჭვირჭი მიფრიალებენ ამ საჭმელებს რა. შეიძლება ესე კაცო რა, შეიძლება. მოდი ვაშა. კარგი, არაფერი მარინა, არაფერი ისე რაღაცა გამახსენდა და გადამიერე ხო არაფერი სერიოზული. ესენ ჩაფოხვილით გამზადდა მე მგონი. კიდე გამახსენდა გადამიერე გამარჯობა. მოდი ლაშა, მოდი. მოდი. ლაშა, გეხვეწები რა, ეს ემალი გამისინჯეს, შენს გემოვნებას ვენდი. ცოტა გამკრადა. ლაშა. მაშინი ვერ გაგისინჯავ, მარინა. ვერ გაგისინჯავ, იმიტომ რომ იქით მიყავი ჟონდი გადაყვაპე და დიეტა დაგნიშნა. მაშინ დააყნოსე. რა ბექამ ვერაფერი ვერ გამაგებინა და დედა, ვერ გაიგე რა თქვა. დიეტაზე ვარ. ეხლა მაგას ისე შეება, რო დაკნოსოს მთელ ბოთს ყემალს შეისრულთავს. ესე ისე ვარ კონცენტრირებული ამ დიეტაზე, რომ პასუხსაც ვერ გცემ ბექამ. მართლა? მაშინ მეორე სადღაც გიყარებ. დედა არ დააკნოსინო ტყემალი, თორემ მაგას თვერში წყილებია. აი, ეხოხა ეხა, მოდი ლაშა დაჭიქი. მოდი. დაჭიქი. ესე იგი, შენ ხარ დიეტაზე. კი. დიეტაზე. იგი არაფრით არ დაასრულე. არავითარ შეხოში არ დავარ. ძალიან კარგი. დედიკო, გამოიღე რაც არის, ყველაფერი არ არის პრობლემა, ნუ გეშინია. იცოდე. გიას მოსვლამდე ხელი არ დააკარო არაფერს. გაიგე? მარინა, იცი რა არის, მე თუ გადავწყვეტ დიეტის დარღვევა. საერთოდ არ მოვკიდებ ხელს არაფერს, ისე შევჭამ ყველაფერს და გია ბეკას უთხარი გაწესხლეს ხოლმე. ხო. ლაშა, მე მაინც ჩემსაც გავაგრძელებ და კიდევ ორი კითხვა მექნება შენთან. პირველი. აი ამ საჭმელს ხო ზონდის ფორმა მიცე და ისე შეჯამო. და მეორე. იმ ექიმის მისამართი გაიგე, ვინც დიეტა დაგინიშნა? მისამართი რა თქმა უნდა. ხო, არ უპირებთ მოკლას? კარგი ბექუნა დამაცადე. მითხარი, ექიმა რა დიაგნოზი დაგისვა, გასტრიტიაო? არა, მარინა რაღაც უფრო დიდი სახელი მითხრა. როგორ მითხრა, იცი ხო, გამახსენდა რა გჭირს ბიჭო შენ ამდე საჭამ რამ ხელა კუჭი და საქონელი ხო არა ხარო. ესე დიაგნოზი გასტრიტია. კი, ხო. და მითხრა რომ კუჭი გაქვს გაღიზიანებულიო. გაღიზიანებული თუ გაცხოველებულიო? კაი გეხა. ბექუნა, იცი რა გიას დაურეკე და უთხარი რომ ის პროდუქტი აღარ წამოიღოთ, ხო ლაშასთვის ცალკე სუფრის გაშლად აღარ ვაპირებთ. ლაშა, არიცი რა ძნელია თავი შეგავება. არა, უშავს. პრინციპში ვეჭვი, ნელა. ესა, ხო მართლა. გია რამდენი წელი გახდა? 50-ის. 50-იო? რა იყო? 50 ხინკალ შეჯამდა კაცი. ხო, კარგი, გია რომ მივულცავ დაბადების დღეს და გავოცაქმები ნოქს რა. არა, სად გახვალ ვაშა. გია კი არაპირებდა დღევანდელი დღის აღნიშვნას, მაგრამ ბიზაჩემ ლევანმა დარეკა მოსკოვიდან. ჩამოვდივარ სპეციალურად ამ დღისთვისო. თქვენ არაფერი არ გააკეთოთ, მე გავაკეთებ ყველაფერს, თქვენ ოღონდ დავხვდითო. რას ლევანმა ჩამოდის? ეს იცი გია? არა, არის ის და საქმეც მაგაშია. ხუჭი მაგის ამბავი. ხო, მაგრამ ისე პრინციპში, რა ვიცი, მე მგონი უნდა უთხრათ, აი, ბეკა, შენ უთხარი გია. არა, მე მაგას ვერ გავაკეთებ. მე მთელი ცხოვრება თვალწინ უნდა მედგეს მამა ჩემის თვალები, რომელიც მეუბნება რა გამიკეთე შვილო ეს, მე ხო მამა შენი ვარ. იცი რა არის, მე მგონია პირდაპირ არ უნდა უთხრათ, ნელ-ნელა შევაპაროთ და იცოდეთ, სიტყვა არ დაგცდეთ არცერთ. ხო, არა, ნელ-ნელა ჯობია. იცი რა, ბექურა, მე ხა წავა უსვა სარეცხს შევყრე და შენ ეს კაცი დამიჭერი რა, ხო? ხო. ვა, ლევანმა ჩამოდის. ასადაც არ წავა. რო ჩამოვა ლევანი ხო და გიას და ლევანი შეხვდა მაინტერესებს. ძალიან მაინტერესებს რა რეაქცია ხდება გიას. ლევანმა გია. ამინო ესეთი რეაქცია ექნება თქო რა გიას. ხო, დაახლოებით მეც რაღაცა ეგეთ წამოვიდგე, მაგრამ რა იყო ესეთი. როგორ? ხო. რა? რა დირექტორი შეარო შეჩემა გაგიზდი? მოიწერთან ლაშა დაჭერი რა ეს კაცი შემოღო ხა.
ქათამი დაჭერი კარგია. ქათამი როგორ უნდა დავჭრა ხა ქათამი ამ მდგომარეობაში შეიძლება ქათმის დაჭრა დაავალო ადამიანს ქათმის დაჭრა თვითონ ეს ქათამი როგორ დავჭრა მაგრამ პრინციპში რამჭერს ახლა ესეთი რა ვერ დავჭრა ქათამი უნდა დაჭრა ლაშე ქათამი ამით ხო ამით ხო კეთდა პრობლემა ხო გაკათამი უნდა დამაჭრევინო ეს ვეგა გაკათამი ცოტა შეჯამო თავიდან ვეკრა თუ ჩამოსვლა საპირებზე კაც მომიზადე მოდით დავხვდე მოდით ეს უფრო გადაწყვეტა და ჩამოდის